ეს არის ჩემი სახლი, არ გეგონოთ ტროპიკები, ეს არის ბამბუკი, ეს არის ბროწეული, ეს არის აგავა, ლებარდის ნაძვის ეძახიან. ესეთი ლამაზი ეზოები გვაქვს ჩვენ სამეგრელოში და ზოგადად სამეგრელოში ჯერ ეზოთი ფასობს ადამიანი და მე რასაკვირველია მასპინძლობით. რეალური სამეგრელო კოლხეთი, არა კოლხეთის დაბლობი, ანუ ჭაობია, არამედ მისი მთიანეთი და კოლხეთის ისტორიის ყველაზე საინტერესო დეტალები სწორედ აქ განვითარდა. ჩვენ არა ვართ დაბლობის ხალხი, ჩვენ მთის და ზღვის ხალხი ვართ. ჭაობში ჩვენ არ გვიცხოვრია, მათ შორის ეს დაბლობის ტერიტორიები, ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა საქარავნე თუ სხვა სავაჭრო გზებისთვის და შესაბამისად ამ ტერიტორიებზე ძირითადად ცხოვრობდნენ ის ადამიანები, ვინც ჩართული იყვნენ ვაჭრობაში მათ შორის და ეს ყველაფერი რასაკვირველია არ არის დასაკნინებელი და საამაყო პროფესიაა, მაგრამ კოლხები ძირითადად მეზღვაურები, ინჟინრები და ექიმები თუ სხვა პროფესიის იყვნენ და ვართ დღესაც. ადამიანმა უნდა იცოდეს, სად არის რეალური კოლხეთი და სად არ არის რეალური კოლხეთი. კოლხური ტომების უმეტესობა სამწუხაროდ გაქრა და განადგურდა და დღესდღეობით რამდენიმე კოლხური ტომი არის დარჩენილი და იმათაც სამწუხაროდ არც კი ახსოვს თავიანთი კოლხური წარსული. ჩვენ კოლხები რასაკვირველია G2A2 გენეტიკურ კოდს ვატარებთ და G2A2 გენეტიკური კოდი წარმოშობილია G2A გენეტიკური კოდიდან, რომელიც არის რასაკვირველია ქართული. და სიტყვა ქართული სხვათა შორის კოლხების შექმნილია ერთიანობის და სამშობლოს სიმბოლოდ. ისევე როგორც ურარტუელებს არ ერქვათ ურარტუელები და ურარტუელები დავარქვით ჩვენ კოლხებმა ურ-იართუ, ანუ ური გამოიარა, ურიდანაა წარმოშობით. ბევრი ტოპონიმიკა მათ შორის ჩვენ სიახლოვეს ან ვანზე ბოლობდება, ან ონზე ბოლობდება. ძველ ქართულად უონი, უანი ერთი იგივე სიტყვაა და ორივე ნიშნავს ქალაქს. ვანით და უნით დაბოლოებული ლამის ნახევარი მსოფლიოს დედაქალაქები ვიცით. შესაბამისად ლონდონი, ლისაბონი, ბარსელონი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ტოპონიმები ჩვენი დარქმეულია და ეს ჭყალებში გიჟობა კი არ არის, ეს არის სინამდვილე. ონი, დონი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ჩვენი დამწერლობის ნიშანია. ჩვენი გენის მატარებელი ხალხით გავსებული იყო არარატის ჩრდილოეთით და არარატის დასავლეთით მთელი ევროპა და მთელი ანატოლია. ანატოლია ერთ-ერთი ვერსიით ნიშნავს ნანათოლს, ანუ დედის თვალს. რჩეული ხალხი ვართ, მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ხართეძოზე წამოვწვეთ და ვიძახოთ რჩეულიერი ვართ. ესე ვერ გადავრჩებით, ჩვენ გვჭირდება ბრძოლა, შრომა და რასაკვირველია გვჭირდება უფალთან ყოფნა. თუ უფალთან არ იქნები, არ გექნება მადლი. სადაც არის მადლი, იქ არის სიცოცხლე და სადაც არის ღმერთი, იქ არის გამარჯვება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.